მყინვარული ხეობების მდგომარეობისა და შესაძლო ბუნებრივი საფრთხეების შეფასება საქართველოში ახალ ეტაპზე გადადის. მასშტაბური კვლევა შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა, რომლის ფარგლებში 22 მყინვარულ ხეობაში არსებული რისკები შეფასდა. შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე მყისიერი საფრთხე არ იკვეთება, თუმცა გამოვლენილია კონკრეტული გეოგრაფიული ზონები, სადაც რისკების შემცირებისთვის თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსებაა საჭირო. და საფრთხეები არსებობს მყინვარულ ხეობებში, რომელი რეგიონებია ყველაზე მაღალი რისკის ზონაში და როგორ იმუშავებს მონიტორინგის სისტემა. ამ თემაზე უფრო ვრცლად და დეტალურად ირაკლი მეგრელიძესთან გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემ მეშტუმრობისთვის. ბოლო დღეების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, ინფორმაცია, რომელზეც ახლა მე და თქვენ უნდა ვისაუბროთ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა პრემიერთან შეხვედრის და შემდგომ აი ამ კვლევის შედეგებზე იმ კონსულტაციებისა თუ გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, ყველას ჰქონდა ესეთი განცდა, მათ შორის ამ ტელევიზიაშიც, რომ რა იქნება შემდეგ. და რა ნაბიჯების გადადგმა ახლა კი დაგეგმილი, იმიტომ რომ როდესაც შოვის ტრაგედია მოხდა, მაშინ ძალიან ბევრი საუბარი იყო მყინვარების დნობაზე, დაწყებულ პროცესებზე და შემდგომ და 1000 ჭორი მითქმა-მოთქმა ობიექტური თუ არაობიექტური შეფასებები იყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტებისგან მოვისმინოთ რეალურად მართლა არსებობს თუ არა ამ ტიპის საფრთხე, თუ არსებობს რა მონიტორინგის მექანიზმები არსებობს, ან როგორ შეგვიძლია რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ძალიან მძიმე და ფატალური შემთხვევები. ამიტომ დავიწყოთ თავად ამ კვლევის შესახებ, ამ კვლევამ რა აჩვენა და მე მივყვეთ თანმიმდევრულად რა დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ეს კვლევა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა განხორციელდა საქართველოს მასშტაბით, გარემოსულ სააგენტომ, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად, რომელთანაც უკვე ჩვენ ფაქტიურად 10 წელზე მეტია თანამშრომლობთ და ყველასათვის ცნობილი დევდორაკის ხეობაში არსებული განგაშის სისტემა, რომელიც მათ მიერ არის ესე ვთქვათ გამართული. სწორედ ამ კომპანიის მიერ მოხდა საქართველოს კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე პერიგლაციალურ არეალში ბუნებრივი საფრთხეების კვლევა. საფრთხეებში იგულისხმება სწორედ ის ზონა, სადაც ჩვენ გვაქვს მარადი მზრალობა და რომელიც გახლავთ ზუსტად ის საფრთხე, რაც საიმ კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით ბოლო აწლეულში და ბოლო პერიოდში საკმაოდ სახიფათოა. კვლევის პირველი ეტაპი მოიცავდა მთლიანი კავკასიონის მასშტაბით, ესე ვთქვათ, გამოვლენას იმ ცხელი წერტილების, სადაც ყველაზე ესე ვთქვათ დაძაბული უბნები გვაქვს, ხოლო მეორე ეტაპი და ეს პირველი ეტაპი ჩატარდა 2024 წელს, ხოლო შემდეგ წელს უკვე 2025 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მეორე ეტაპი, რაც მოიცავდა გამოვლენილი, ესე ვთქვათ, აი ამ 7 ცხელ წერტილში გამოვლენილ საფრთხეებზე დეტალური რისკების შეფასებას, სადაც ჩატარდა დეტალური რისკები და რაც ყველაზე მთავარი, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია უშუალოდ ის რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს, ხო? პირველ რიგში მე აღნიშნავ, რომ ეს ადრეული შეტყობინების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ეს გახლავთ სწორედ საფრთხეების შეფასება, რისკების გამოვლენა. ჩვენ როდესაც ვიცით თუ სად რა რისკი გვაქვს და რა საფრთხე გვაქვს, ეს უკვე ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და კომპონენტია ადრეული შეტყობინების სისტემის. თანმიმდევრულად რომ მიყვეთ, თავდაპირველად მაყურებელს რომ ავუხსნათ, რომელია ის 7 ზონა და როდესაც საუბარია რომ რამდენად მძიმე და მნიშვნელოვანი რისკებია, რა ტიპის რისკებზეა საუბარი, იმიტომ რომ მე მესმის რომ სპეციალისტები ყოფთ და უშუალოდ ამას სხვადასხვა კატეგორიება, თუმცა მე საქართველოს მოქალაქეებმა განსაკუთრებით იმ რეგიონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ რომ ზუსტად იცოდეს რა ტიპის რისკებზე და საფრთხეებზეა საუბარი. კი ბატონო, საფრთხეს რაც შეეხება ანალოგიურად, რაც ჩვენ დევდორაკი ვახსენე და კვლავ გამეორდები, დევდორაკის 2014 წლის მოვლენა, ყველას კარგად გვახსოვს შემდგომში უკვე მესტიის მოვლენა მოყვამის ხეობაში, რაც გამვითარდა, შოვის მოვლენა. ანუ ეს ის საფრთხეებია, რომელიც მე უკვე ვახსენე, რომელიც მარად ზრალობასთან არის დაკავშირებული, რომელიც ამ პერიგლაციალურ არეალში, აი სწორედ აი უკვე სეზონური რო გახდა და სეზონური ხასიათი მიიღო, უკვე აღარა ის უკვე მარად მზრალი, ეს ჩვენი მზრალობა ფაქტიურად ეს განაპირობებს დესტაბილიზაციას ამ ფერდობების და რაც მოხდა შოუში, რაც მოხდა დევდორაკზე, ზუსტად ანალოგიური შემთხვევების შეფასება მოხდა. აქ გამოყენებული იქნა თანამედროვე სატელიტური რადარული ტიპის მონაცემები, 9 წლიანი, ესე ვთქვათ, სტატისტიკური ზედება მოხდა ამ რადარული ინფორმაციის ინსარის მონაცემების საფუძველზე, სადაც მასების გადაადგილება იქნა აღმოჩენილი და აქ სხვადასხვა კიდე მრავალი რეცეპტორები იქნა შეტანილი, იქ გეომორფოლოგია, იქ
ფერდობების დახრილობა, ექსპოზიცია და ასე შემდეგ, რის საფუძველზეც უკვე რაც ყველაზე მთავარია, ეს არის დასახლებების რაოდენობა, სადაც უკვე ერთ-ერთ ძირითად რეცეპტორად ჩვენ ქონდა შენობების, დასახლებების რაოდენობები, რის საფუძველზეც უკვე ყველაზე მაღალი რისკები გამოავლინეთ. და რა რისკები? რისკები, როგორც გითხარით, ეს გახლავთ კლეზუალური პროცესები, ეს გახლავთ მეწყრული პროცესები, ეს არის კიდე ჯაჭვური რეაქცია, რაც შემდგომში უკვე აი კასკადური ტიპის მოვლენებს ეხება, იქ სადაც ჩვენ მყინვარი გვაქვს და ზოგადად მყინვარულ ხეობებში ხდება ეს ყველაფერი, თორემ მყინვართან არ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მყინვარი თავის ესე ვთქვათ დნობით და თავის ესე ვთქვათ დეგრადაციით გარკვეულ პრობლემებს ქმნის, თუმცა რაც შეეხება აი ამ კონკრეტულ მოვლენას, რაც შოვი იყო, დევდორაკი და ასე შემდეგ და რაზეც ჩვენ ახლა კვლევა ჩავატარეთ, აქ საუბარია სწორედ იმ პერიგლაციალურ არეალში და არა უშუალოდ მყინვარულ და გლაციალურ ზონაში. კი ბატონო, რა დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ეს კვლევა, ანუ რა რეკომენდაციები უნდა შესრულდეს? მონიტორინგის სისტემა, რომელიც დევდორაკზე მუშაობს, რამდენად იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები იქნას თავიდან აცილებული, ანუ 2014 წელს მოხდა, შემდგომ მოხდა ამის დამონტაჟება და დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად პასუხობს დევდორაკზე არსებული სისტემა იმ პრობლემას, რასაც დავუშვათ რეალურად ეს საფრთხეები ქმნიან. კი ბატონო, პირველ რიგში გეტყვით, რომ კვლევას არც ისეთი საგანგაშო აღმოჩნდა მდგომარეობა, როგორც ჩვენ გვეუბნა. აი, რას ნიშნავს არც ისეთი საგანგაშო? გეტყვით, მე მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად, თუნდაც შვეიცარიის ალპების მაგალითს მოგიყვანთ, სადაც აი ეს თუნდაც მასების გადაადგილება, აი იმ სატელიტური მონაცემების, მრავალწლიანი მონაცემების დამუშავების საფუძველზე, თუნდაც დრონით გადაღებული ყოველწლიურად, ან სხვადასხვა მეთოდოლოგიები არსებობს ამის შეფასების და გაცილებით უფრო მაღალი, ესე ვთქვათ, გადაადგილება აქვს და აჩქარება აქვს შვეიცარიის ალპებში, ვიდრე ვთქვათ კავკასიონის მთათა სისტემაში. ანუ აქედან გამომდინარე, შედარებით უფრო ნაკლებად მიმდინარეობს პროცესი, ვიდრე პირობითად ეს არის შვეიცარიის ალპებში. ნუ ამას სხვადასხვა განმავლობელი ფაქტორები აქვს, ის რომ კავკასიონის ვთქვათ მთათა სისტემა გაცილებით უფრო მაღალია, იქ ნულოვანი იზოთერმა სხვა სიმაღლეზე გვაქვს და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ დევდორაკის სისტემას, განგაშის სისტემას, ეს არის მართლაც უნიკალური მაგალითი თუ როგორ უნდა მართო რისკები და საფრთხეები. აქ არის ფაქტიურად კომპლექსი, გარდა იმისა, რომ გვაქვს ჩვენ განგაშის სისტემა, უბრალოდ აქ არ გვაქვს ჩვენ ადრეული შეტყობინების სისტემა, ეს არის ტიპიური განგაშის სისტემა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია და განგაშის სისტემას თან ერთვის ის რომ პლუს აქ სახელმწიფოს მიერ გაკეთდა მრავალი, ესე ვთქვათ, ღონისძიებები, აქ იგულისხმება უშუალოდ გვირაბის გაყვანა იმ 1 კილომეტრიან მონაკვეთზე, აქ იგულისხმება საევაკუაციო გეგმის და საევაკუაციო ბილიკის ხთესხეობაში მომზადება, ანუ ბევრი, ესე ვთქვათ, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა და ეს არის ერთ-ერთი ანუ მხოლოდ განგაშის სისტემის გამოყენება საკმარისი არ არის. თუმცა, მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს განგაშის სისტემა, იმიტომ რომ იქ მეტი ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ იქ არის დარიალი სასაზღვრო გამშვები პუნქტი და აქედან გამომდინარე საზღვარს ვერ გადავიტანთ, დასახლებებში ზოგადად არ არის რეკომენდირებული და ეს არის ყველაზე ცუდ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე და არის დროებითი, ესე ვთქვათ, ღონისძიება, სანამ გარკვეული ალტერნატივა, იგივე საინჟინრო გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, რომ რაღაც ხრივ დაცული იქნას დასახლება, თორე დასახლებულ პუნქტში განგაშის სისტემას დასახლებებზე არასდროს არ. კი ბატონო, ეს ის სფეროა, რომელშიც ყველა მაქსიმალს ვცდილობს ხოლმე, რომ ერთგვარად ექსპერტის პოზიცია მოირგოს, როდესაც სამწუხარო მოვლენა ხდება და შესაბამისად ძალიან ბევრი სპეკულაცია. სწორედ აი ამ სპეკულაციებისგან გამოსარიცხად ახლა სპეციალისტს გესაუბრებით, ხო? ამიტომ ვკითხულობ რომ იმ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ რა პრობლემა ან რა პრობლემა არ გვიდგას. განგაშის სისტემასთან ერთად საჭიროა თუ არა იმ დანარჩენ არეალებში, რომელიც ამ კვლევის შესწავლისაგანი იყო, სხვა მექანიზმების ამოქმედება, მათ შორის რომელსაც დევდორაკზე ვიყენებთ, გვირაბი იქნება თუ სხვადასხვა ნაბიჯები, რომელიც გადადგა სახელმწიფომ. რა ამას მარტივი მიზეზის გამო ვკითხულობ, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ განგაშის სისტემის დაყენების შემთხვევაში ეს არის თუ არა საკმარისი, სასიგნალო გზავნილი შემთხვევაში არის თუ არა საკმარისი, თუ რა ნაბიჯებია კიდევ დამატებით გადასადგმელი. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის. მე გეტყვით, რომ შვეიცარიელების კვლევის შედეგად მათი ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია აბსოლუტურად ყველა ხელწერტილზე ეს გახლავთ მონიტორინგის განხორციელება, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. რა პერიოდულად უნდა განახორციელოთ მათ შორის? სხვადასხვა ხელწერტილზე, სხვადასხვა პერიოდულობით გვაქვს რეკომენდაციები მოცემული. მაგალითისთვის, რომელიღაც კონკრეტულ არეალში უფრო ხშირად, თქვათ, წელიწადში 2 ჯერ გადაღებები. მერე გადაღებული
მონაცემების კამერალური დამუშავება, ამას ჭირდება გაანალიზება ამ მონაცემებს და რაც ყველაზე მთავარია, ამას მინიმუმ ჭირდება რაღაც გარკვეული პერიოდი, რამოდენიმე წელი უნდა გავიდეს, რომ ჩვენ აი იმ მასების გადაადგილების, ესე ვთქვათ, ნორმა დავიჭიროთ. ანუ რა არის კონკრეტულად რომელიღაცა ფერდისთვის ნორმა და შესაბამისად ნორმიდან გადახრას როგორც კი ჩვენ დავაფიქსირებთ, ეს უკვე ჩვენთვის იქნება რაღაცა საგანგაშო ნიშნული და პარალელურ რეჟიმში აუცილებელია, რომ ჩვენ გქონდეს ყველა დასახლებისთვის საევაკუაციო და საგანგებო სიტუაციების გეგმები მომზადებული, რომ ვიცოდეთ, რომ როგორც კი ჩვენ ნორმიდან გადახრა გვექნება, როგორც კი ჩვენ დავაფიქსირებთ ანომალიურ, ესე ვთქვათ, აჩქარებას, აქსელერაციას, აი ამ შემთხვევაში ჩვენ დროულად უნდა ვაცნობოთ და შევატყობინოთ შესაბამისი უწყებები, რომ მოახდინონ მერე ევაკუაცია. რეალურად აი შეტყობინების ნაწილიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ სეგმენტში, ხო? ამიტომ საინტერესო დავუშვათ რეალურად და ფიქსირა მონიტორინგის სისტემა. აი მე როგორ რა ხდება? რა დროში ჭირდება ამას შეტყობინება? ან როდესაც პირობითად საუბარია, რომ წელიწადში პირობითად თქვა ორჯერ არის მონიტორინგის ეს პროცესი საჭირო ჩასატარებელი. შეიძლება ისეთ ფაქტორებთან გქონდეს საქმე, რომ ჩატარებული მონიტორინგის მიუხედავად მივიღოთ მაინც მძიმე შედეგი საქმე ბუნებასთან გვაქვს და შესაბამისად ამ სიტუაციაში ხა აბსოლუტურად დარწმუნებით ყველაფრის თქვა რა თქმა უნდა გაგიჭირდება, თუმცა რისთვის არის სახელმწიფო მსად აი ამ პროცესების ამის გარკვევას ვთვლილობთ ხანელ კაცებში. ძალიან კარგი კითხვაა. ნამდვილად გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ასე ვთქვათ ყველაზე ცხელი წერტილები გამოვავლინეთ, ეს აპრიორი არ გამორიცხავს იმას, რომ თუნდაც სადაც დაბალი საშიშროება და დაბალი საფრთხე არის, იმიტომ რომ იცით რომ კავკასიონი საკმაოდ აქტიური ზონაა, სეისმურად აქტიური ზონაა, შესაძლებელი სხვადასხვა ტრიგერი იყოს, სხვადასხვა ესე ვთქვათ მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს. აქ გარდა იმისა, რომ ჩვენ კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ და გლობალურ დათბობაზე და თბური ტალღების გავრცელებაზე და ასე შემდეგ, აქ რა თქმა უნდა შესაძლებელია თუნდაც იგივე მიწისძვრები, თუნდაც იმიტომ რომ ტექტონიკური აქტივობებმაც კი დააჩქაროს გარკვეულწილად რაღაცა პროცესი, ხო, აქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული. და რაც შეეხება კომუნიკაციას და გაფრთხილებას თუ როგორ ხდება შემდგომში უკვე გაფრთხილება, აგრეთვე მთავრობის მიერ დაანონსდა, როგორც თქვენთვის ცნობილია, რომ შეიქმნება სპეციალური საკოორდინაციო საბჭო და საბჭო სწორედ იმიჯელებს იმაზე, რომ შეიქმნას, ესე ვთქვათ, სპეციალური უწყებათშორისი კომისია, რომელიც უშუალოდ ამაზე იმუშავებს და როგორც უკვე გითხარით, რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს და შეიქმნა სპეციალური საევაკუაციო გეგმები მომზადეს, სამოქმედო გეგმები, რეაგირების მართვის გეგმები მომზადეს, რაც უკვე ფაქტიურად ესეც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ ის ადრეული შეტყობინების სისტემის კიდევ ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ გახლავთ აი ეს მზადება და რეაგირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, რა უნდა იცოდეს მოსახლეობა, ანუ რის ინფორმაციის სახით, სანამ ეს გეგმები და ყველა ყველაფერი მომზადება, რომ რა ტიპის ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანია აი ასეთ პროცესებთან თქვენთანაც ახსენეთ ახლა რომ საქმე კავკასიონს ეხება და შესაბამისად ყინვარს ეხება და იქ რა პროცესები მიმდინარეობს ძალიანაც რო გვინდოდეს შესაძლოა ვერ მომახდინოთ ხო ამ ყველაფერს ეს კაცრი რეაგირება და ასე დეტალური შესწავლა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სპეციალისტების რაოდენობა. რამდენად გვყავს საქართველოში საკმარის სპეციალისტები? გვიწევს თუ არა მათ შორის კონსტატაციების გავლა დავუშვათ სხვა და აი ეს კოორდინაცია როგორ არის რომ ზუსტად ისეთი გეგმა მოვამზადოთ თუნდაც საბოლოო ჯამში რომ რეალურად შედეგის თვალსაზრისით ყველა მაქსიმალური რისკი იყოს თავიდან აცილებული. ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა შეკითხვისთვის. სპეციალისტების ხრივ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. და ზოგადად ეს ახლა რამდენიმე შეიძლება წელის დაჭირდეს რომ თქვით, სწორედ იმიტომაც გამიჩნდა, იმიტომ რომ დროის თვალსაზრისით საკმაოდ შრომატევად საქმესთან გვაქვს საქმე. და ზოგადად ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მოვლენებზე, რომელიც აი ამ ბოლო, ესე ვთქვათ, 10 წლეულში უფრო მეტად იჩინა თავი და ეს იმდენად სიახლეა, არა მარტო ვთქვათ, იგივე კავკასიონზე, იგივე ეს იქნება ალპებში თუ ანდების მთებში თუ სხვადასხვა ჰიმალაის სათა სისტემაში, ყველგან ერთი და იგივე პროცესები მიმდინარეობს აბსოლუტურად და თუნდაც ეს კვლევა რა ჩვენ ჩავატარეთ ის მეთოდოლოგია, რომელიც იქნა გამოყენებული, ეს არ არის ზოგადად აპრობირებული მეთოდი, იმიტომ რომ მეცნიერებიც სწორედ რომ აი ხომ მუშაობენ აი მეთოდის დანერგვაზე, თუ როგორ მოხდეს ამ საფრთხეების შეფასება, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს
ზოგადად 3000 მეტრზე ზღვის დონიდან ზემოთ არსებულ, ესე ვთქვათ, ზონაში, სადაც ძალიან რთულია თუნდაც ფეხით მიაღწიო და ავიდეთ იმ ზონაში და რომც ავიდეთ ვიზუალურად შეუფასებელია ფაქტიურად და ამიტომ ის თანამედროვე ტექნოლოგიები და ის სხვადასხვა საშუალებებით, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ რომ მონიტორინგი გავახორციელოთ, სწორედ აი ამის, ესე ვთქვათ, დანერგვა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია თუნდაც ის სპეციალისტების მიერ აი მონაცემების გაანალიზება, დამუშავება და შვეიცარიელების სხვადასხვა რეკომენდაციაშიც იყო ერთ-ერთი რომ აუცილებელია შესაძლებლობების გაძლიერება მოხდეს, ანუ არსებული რესურსების კადრები, შრომითი რესურსი დატრეინინგდეს და ეტაპობრივად უკვე ნელ-ნელა სააგენტომ, გარემოსრომო სააგენტომ განახორციელოს და გააგრძელოს ამის მონიტორინგი და რაც ყველაზე მთავარია, ვიტყვი რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად რა ტიპის ინფორმაცია მათგან მისაღები და მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, აი მონიტორინგში თუნდაც მუნიციპალიტეტების თანამშრომლების ჩართულობა ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა მოხდება მათთან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება დავატრეინინგებთ მათ თანამშრომლებსაც და ძალიან დაგვეხმარებიან, როდესაც იმიტომ რომ მათზე კარგად არავინ არ იცის მათ მუნიციპალიტეტში, თუნდაც მათ დასახლებებში, იმ კონკრეტულ სოფლებში, სადაც ჩვენ მაღალი რისკი გვაქვს, სად რა პროცესები მიმდინარეობს და სწორედ ერთ-ერთი მაგალითი პირობითად, რაც შვეიცარიაში, ბლატენში მოხდა პირობითად, იქაც ადგილობრივი კანტონის წარმომადგენლებმა შენიშნეს და დააფიქსირეს, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ დროულად მოახდინეს დასახლების ევაკუაცია. და ჩვენი საუბრის ბოლოს, როდისთვის იგეგმება მთლიანობაში აი ამ დოკუმენტების საევაკუაციო გეგმების და ამ ყველაფრის მომზადება ყველა იმ რეგიონში, რომელიც დღეს რისკის ზონად ითვლება? ეტაპობრივად დავიწყებთ ზოგადად საევაკუაციო გეგმების მომზადება და სამოქმედო გეგმის მომზადება ის სხვა უწყებების პრეროგატივაა, რაც შეეხება ჩვენ ნაწილს, ჩვენ მონიტორინგს უკვე წლევანდელი წლიდან უკვე ვიწყებთ, დავიწყებთ მონიტორინგზე ნელ-ნელა ტექნიკური დავალების მომზადებას, რა პროცედურებიც არის საჭირო, ეტაპობრივად მივყვებით და წელს ვფიქრობთ, რომ უკვე ერთ-ერთი ცხელი წერტილი სრულად გვინდა რომ უკვე ავიჩვენოთ. ერთ-ერთი ცხელი წერტილი რომელი? მონიტორინგის. ანუ მთლიანობაში 7-ვე ამ ცხელ წერტილზე? არა, 7-ვე არა, ერთ-ერთ რეგიონზე მაქვს. და რომელი თუ შეგვიძლია მის თქმა უნდა? მცხეთამქიანის რეგიონი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ ამ თემაზე, იმ თემის აქტუალობის გათვალისწინებით სხვა გადაცემებში სასაუბროთ. ირაკლი მეგრელიძე იყო ბიზნეს პარტნიორი, პირდაპირ ეთერის სტუმარი.